ძალების მოქმედი ვეტერანი. აბდულლა ყორღელი. ჩვენი ჯარის პროექტის ფარგლებში წარმოგიდგენთ პრეზენტაცია ამ წრიდან დავასრულე ეროვნული თავდაცვის აკადემიის. ეროვნული გვარდია, ხოლო პირველი გაწევა თავდაცვის გაჩინა სააკაშოს ვადებულების შესაძლებლობია პირად მალე გახდეს, მაგრამ ამ მაგალითად შემდეგი საფუძველი გადავხდა ასე. იქ სადაც და უახლოეს მომავალში შეიძლება გამოიყენოთ როგორც ეროვნული გამოცდების 100%-იანი ჩაბარე. და არა წოდება შეიძლება მოგეიჩოს მაგრამ ძალიან დამაინტერესა ამ პრეზენტაციამ, გავიცანი ძალიან ბევრი ახალ ვრცელ ინფორმაციას, რაც აქამდე არ ვიცოდი. დავინახე, რომ ჯარი უწყობს საქართველოს მოქალაქეს ხელს, რათა განვითარდეს ის გაცვლითი პროგრამები, ენების ასწავლებლები, ზრუნავს მოქალაქის ჯანმრთელობაზე და მე ამას ძალიან მივესალმები. დამაინტერესა და კიდევ ერთხელ, რა თქმა უნდა, დავფიქრდებით. სამხედრო ლექციასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო იყო, ბევრი რამე არ ვიცოდი და დღეს გავიგე. და იმედია, ბევრი ასეთივე ლექცია ჩატარდება და მადლობა ასეთი გამოცდილებისთვის. ძალიან მომეწონა ეს განათლების მხრივ რომ მივიღეთ ახალი ინფორმაცია და ვფიქრობ, რომ სკოლის მოსწავლეებისთვის ამ ინფორმაციის ცოდნა ძალიან საჭიროა და საინტერესოა და მადლობა დიდი. მამაც ჩემი და ასევე ჩემი სამი ბიძა არიან სამხედრო პირები და ბავშვობით დაბადებიდან ვიზრდები სამშობლოს სიყვარულში. და გააზრებული მაქვს რაშინსავ ჯარისკაცისთვის ფორმა და ასევე რამხელა პასუხისმგებლობასთან ეს დაკავშირებული. და ვფიქრობ, მსგავსი პროექტები ხას უსვამს იმ მესიჯს, რაც რეალურად ჯარისკაცებს, ასე ვთქვათ, აქვს სამშობლოს მიმართ და ამ ადამიანების არსებობა ჩემს ცხოვრებაში არის ყველაზე ნათელი მაგალითი იმისა, თუ რა თავდადებით შეუძლია ადამიანს უყვარდეს თავისი სამშობლო. აქტიური ყურადღება გამოიწვია თავდაცვის ახალმა კოდექსმა და განათლების სტრუქტურებმა, ეროვნული თავდაცვის აკადემიამ და კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა. პროექტი ჩვენი ჯარის მთავარი მიზანი არის მოსწავლეებში სამხედრო საქმისადმი ცნობიერების ამაღლება, თავდაცვის შესახებ ასევე ცნობიერების ამაღლება და პატრიოტული ღირებულებების გაღრმავება.